ამათ რა გონიათ იცი რომ რაღაცა თითქოს ხო არის ხელაპარაკი რომ აი ვითომ ეს კი სოფლელები და ჩამოსულები რა შუაშია სოფლელები და ჩამოსულები რა ყველა ჩამოსულები ვარ როდისღაც ხო ეხა ბაბუაჩემიც ჩამოსულია შენ საერთოდ სოხუმიდან ხარ ჩამოსული რა ვიცი ჩვენ გარშემო კიდე რამდენია ეგეთი ხო მე დღევანდელი მე სუბარათაშვილი იქნება თუ ახალბოგუაძე იქნება თუ რაღაცა მენტალიტეტის აი პროვინციალიზმის ამბავია რომელიც ჩამოდის და ვერასდროს ვერ ხდება ქალაქელი თორე ის კი არა რომ ის ჩამოდის და ხდება ქალაქელი გესმის აი ეს განსხვავებაა რა იმიტომ რომ უნდა გინდოდეს რომ ადამიანებთან უნდა გქონდეს ურთიერთობა ნორმალურ ხალხთან უნდა რაღაცა უნდა ისწავლო რო ჩამოდის ნიჭი უნდა გქონდეს ამის გემოვნება უნდა გქონდეს რა საგვირველია რა თორე იპოლიტე ხვიჩია რომ ჩამოსული იყო ეგეთი უნდოდა რა ხო რა ეგეთი და ყველა აბსოლუტურად ვინც ეროსიც სამტრედიდან იყო და ყველა აბსოლუტურად ხო ეს ერთი ხოხობი იყო და ისიც გორგასალმა მოკლა ვინც დავრო თქვა და ნერჩენი ყველა ჩამოსულები ვართო რა ხო აბარა სურვილიც არა ცოტა შეშიც უნდა იყოს ცოტა მართლა ციგნიც უნდა წაიკითხო რა რაღაცა ცოტა უნდა გაიგო ინტერესი უნდა გქონდეს კაც სოხუმიდან თბილისში რო ჩამოვდიოდი მე მუზეუმშიც დავდიოდი თეატრებში დავდიოდი ყველგან მივდიოდი იმიტომ რომ ინტერესი მქონდა რო არ ვიცოდი ამით ვიცებდი ბაგაჟი ხო აბა რისთვის არის კაცო მახსოვს 8 კაპიკი მიჯდებოდა რუსთაველამდე მოსვლა 3 კაპიკი მინდოდა ტრამვაით მეტრო დიდუბემდე და 5 კაპიკი ამდე რუსთაველამდე ნუ უკანა ესე რა 16 კაპიკი მაგრამ იმიტომ ვიხდიდი ამ 16 კაპიკს იმიტომ რომ მაინტერესებდა აქეთ მომცა იმანაც ჩემმა ინტერესმა შენ რო ჩამოხვალ და უკაცრავად პასუხი და შენ რუსთაველზე დგახარ და რაღაცებს მიდიხარ, მოდიხარ, სეირნობ. რუსთაველის თეატრი ადრე იყო სასეირნო, ახლა აღარ არის სასეირნო. რუსთაველის თეატრი რუსთაველის გამზერდი პროსპექტი აღარ არის საინტერესო. იმიტომ რომ ვისაც უყვარდა რუსთაველზე სიარული, იმას აღარ უყვარს რუსთაველზე სიარული. იმდენად აი გაჭუჭყიანდა რა ეს ქუჩა და ძალიან გული მწყდება. გამოვდივარ ეხლა 40 წელია რუსთაველის თეატრში ვარ. მანამდე ინსტიტუტში ხო ვსწავლობდი 44 წელი ხო რუსთაველზე ვდგავარ. გამოვდივარ ადამიანს ვერ ვცნობ, იმიტომ რომ ადრე რო სეირნობდნენ, აღარავინ აღარ სეირნობს. აღარ უნდა იქ გაკარება. აღარ უნდა. რუსთაველზე გასვლა აღარავის აღარ არის. მაგას ვერ ხვდებიან გესმის ესენი რომ რაღაცნაირად თვითონვე უშლიან ამ ქალაქის რაღაც ისუკავეს განვითარება სეირნობა იქნება თუ რაღაცა იქნება ხო ჩახუტება მეგობარი მართლა პანაშვიდებზე ხო თითქოს სუნი დგას რა და აღარავისი გასვლა აღარ უხარია რა კაცო ძალიან მიტინგებზე ჩვენ ვდგარ ვართ კაცო მაგრამ ხვდებოდით ამ რუსთაველს ეხლა აღარ გინდა რუსთაველზე იმიტომ რომ ვეღარ გაიგებ რუსთაველზე რომ გაიარო ვიღაცა იტყვის ეს იმისიანია ეს ამისიანია არავისიანი არა ვარ მე ვარ ჩემი სამშობლოსიანი ჩემი ქვეყნისიანი ვარ და ოღონდ მინდა რომ რუსთაველზე ისევ ისეირნოს ხალხმა და ისევ ჩავეხუტოთ ერთმანეთს და გამარჯობა უთხრა